Რთველი კახეთში ყურძნის კრეფა დედოფლის წყაროს და სიღნაღის რაიონებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მოქმედებს სპეციალური შტაბიც. თეთრი ყურძნის ფასი ლარიდან ლარ და 15 თეთრამდე მერყეობს. შედარებით ძვირია შავი ყურძენი, მისი ფასი დაახლოებით 2 ლარი და 30 თეთრია. რთველის მიმდინარეობას თრიანობაში დადებითად აფასებენ, თუმცა გვალვის გამო 10,000 ტონით ნაკლებ მოსავალს ელიან. როგორ მიმდინარეობს რთველი და რა დახმარებას პირდება ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ მევენახეებს. კახეთიდან გურამ ვაშაკიძე მოგვიყვება. სიღნაღის რაიონი, სოფელი ძველი ანაგი. აბა, ქალებო, ცოტა ყოჩაღად, რეაქტიურად. ღვთისო ტალიაშვილისთვის რთველი უკვე დაწყებულია. წელს ის 80 ტონამდე საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარებას გეგმავს. მოსავალი კარგი გვაქვს ადრინდელთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ მაინც კარგია და კმაყოფილი ვართ ამის. განსაკუთრებით არ უნდა აღინიშნოს, რომ წელს უფრო მეტი ანაზღაურება ვიდრე გასულ წლებში. ნაკლებად გაუმართლა ნოდარ ჯალიაშვილს, მისი მოსავალი გვალვამ თითქმის მთლიანად გაანადგურა. როგორც თავად ამბობს, 13 ტონა ყურძნის ნაცვლად წელს 3-ის ჩაბარება მოუწევს. ნოდარ ჯალიაშვილი დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაში დახმარებას ითხოვს. სახელმწიფოს იმას ვთხოვ, წელს ეს როგორმე გადაგვატანინოს ეს ხარჯები და დაგვაფარინოს და ეს დაზიანებული ყურძენი ჩაგვაბარებინოს, გაისადგინე რაღაცა სარწყავი სისტემა მაინც გამუშავდეს და გაკეთდეს, მადლობლები ვიქნებით. დაზარალებული მევენახეების დახმარების პირობას დებს ლევან დავითაშვილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ დაზიანებული მოსავლის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება. არც ერთი კილოგრამი, მათ შორის დაზიანებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება, რა თქმა უნდა პირობები განსხვავებული იქნება ხარისხიან ყურძენთან მიმართებაში, მაგრამ რაც აწუხებს მოსახლეობას, ეს პრობლემა არ იქნება, ყურძენი დაბინავდება და ისინი მიიღებენ იმ კომპენსაციას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს აი ამ გვალვით და ამ სტიქიური უბედურებით. რთველის აქტიურობა კახეთში ღვინის ქარხნებშიც შეინიშნება. ამ დროისთვის ძირითადად საფერავის ჯიშის ყურძენი მუშავდება. რამოდენიმე დღეა რა ჩვენ კომპანიაში დაიწყო რთველი, დაახლოებით ამ ეტაპისთვის გადამუშავებული გვაქვს 10-დან 15%-მდე ის რაოდენობა, რასაც გეგმავთ 2014 წლის რთველზე. რაც შეეხება ანგარიშტორებას ვახდენთ საბანკო ჩეკებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოწერის მომენტიდან გლეხს შეუძლია მიბრძანდეს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში და იმავე მომენტში მოახდინოს განაღდება. წინასწარი ინფორმაციით წელს მოსავლის საერთო რაოდენობა კახეთში 130,000 ტონას შეადგენს. შარშანდელთან შედარებით ეს 10,000 ტონით ნაკლებია.